მეორე დიდი ტყუილია, რომ შვეიცარია ნეიტრალიტეტის ხარჯზეა გადასარევი ქვეყანა. შვეიცარია არის ნეიტრალური ბიძი და ცხოვრობენ გადასარევად. გვარწმუნებენ რუსეთუმეები, სასარგებლო იდიოტები და რამდენიმე ჩემი ნაცნობიც. კი მეტირება ახლა შვეიცარიას რომ უნდა შევედაროთ. მაგრამ რა კი არიშლით, კი ბატონო, იყო შვეიცარია. გავიხსენოთ, რის ფასად შეძლო ეს შვეიცარიამ. აქვე წინასწარ გიხდით ბოდიშს, ერთ ადგილას ჰიტლერის ციტირება მომიწევს. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე რამდენიმე წლით ადრე ჰიტლერი, ანუ იმდროინდელი პუტინი, ეს ჯერ არ ვიცით, რომელი უფრო სწორია, ჰიტლერია იმ დროის პუტინი თუ პუტინია თანამედროვე ჰიტლერი. ამაზე დავლაგდებით, თუმცა ორივეს დედა არსებითად აქ არაფერი შეიცვალა. მოკლედ, ეს კაცი დაპირდა შვეიცარიას, რომ რაც უნდა მომხდარიყო, ის პატივს სცემდა შვეიცარიის ნეიტრალიტეტს. ჰიტლერი პოლონეთში შეჭრის ფონზეც აგრძელებდა შვეიცარელების დამშვიდებას, რომ მათზე თავდასხმას არ გეგმავდა. ეს დაპირებები, რა თქმა უნდა, დროის გასაყვანიხრი კი იყო. რეალურად კი ამ ყველაფრის პარალელურად შვეიცარიის დაპყრობის გეგმას ავითარებდა. მან თავის გენერალიტეტს დაავალა შეემუშავებინა შვეიცარიის ანექსიის გეგმა და განესაზღვრათ შეტევის დაწყების თარიღი. ახლა ვნახოთ, რას აკეთებდა შვეიცარია, რომელსაც ნეიტრალიტეტი ჰქონდა გამოცხადებული და წესით წამოწოლილი უნდა ყოფილიყო მხართეძოზე. შვეიცარელებმა გაიაზრეს, რომ უსაფრთხოების გარანტი ვერ იქნება ვერც ნეიტრალიტეტი, ვერც ნიჩურტი, ვერც კინასხელი. ადგენენ და 850,000-ზე მეტი სამხედროს მობილიზაცია მოახერხეს. აღჭურვეს და მოამზადეს ეს ამდენი ადამიანი უმოკლეს ვადაში. მოაწყეს თავშესაფრები, გაამაგრეს და ააშენეს სამხედრო ფორტიფიკაციები. დამცავი პუნქტები გაკეთა მთელ საზღვარზე, მათ შორის მიუდგომელ ალპებშიც. ერთი სიტყვით, უმოკლეს დროში ქვეყანა ეკონომიკური განვითარების რელსებიდან გადავიდა სამხედრო რელსებზე. ისტორიამ არ შემოგვინახა იმ შვეიცარელების სახელები, ვინც იმ დროს გაიძახდნენ. რას აკეთებთ ხალხო, არ გავაღიზიანოთ ჰიტლერი, კაცმა გითხრა არ შემოვალ ნეიტრალიტეტი თუ გექნებათო, ომი გინდათ? ზოგადად ძალიან იშვიათად, რომ ისტორიამ ლოკალური მასშტაბის სახელები შემოინახოს. თუ მაინც და მაინც არტემი და ტაძარს არ გადაწვავ. მოკლედ, 1942 წელი იდგა. გერმანული სამხედრო მანქანა სრული დატვირთვით უტევს ევროპის ქვეყნებს და წარმატებაზე აღწევს. ამ დროს გამოვიდა ჰიტლერი და ამბობს, ციტირებ, შვეიცარია არის ევროპის კონტინენტის მუწუკი და მას არსებობის უფლება არ აქვს. ადოლფმა უხმო გენერალიტეტს და მოითხოვა შვეიცარიის დაპყრობის გეგმის წარდგენა. გერმანული პროფესიონალიზმით შემუშავებული გეგმა ცნობილია როგორც ოპერაცია ტანენბაუმი. შვეიცარიაში შევალ და ყვავილებით დაგვხვდება ხალხიო, ეგრე კი არ ატყუებდნენ ჰიტლერს. პროფესიონალურად უმაღლეს დონეზე დაუთვალეს, რა იყო საჭირო შვეიცარიის ასაღებად. აქვე ყურადღება მიაქციეთ ტერმინს ოპერაცია ტანენბაუმი. ომი კი არა, ოპერაცია. ანუ ამაშიც ბაძავს ეს კვერცხი იმას. იმ განსხვავებით, რომ ესენი ისეთი უნიჭოები არიან, სახელის ვერ მოუფიქრეს ოპერაციას და უბრალოდ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას ეძახიან. ოპერაცია ტანენბაუმი წარმატებული რომ ყოფილიყო, გერმანელთა გათვლებით პირველ ეტაპზე საჭირო იქნებოდა 15 დივიზია იტალიიდან, 12 შერეული დივიზია გერმანიიდან. მთლიანობაში კი 9 მილიონი სამხედრო მოსამსახურე, პლუს ტექნიკა, საწვავი, აღჭურვილობა და ასე შემდეგ. ჰიტლერმა იფიქრა და პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო. პატარა შვეიცარიის ასაღებად იმ ხელად ძალა იყო საჭირო, რომ სხვა გეგმებზე ხელი უნდა აეღო. ამიტომ შვეიცარიაში შეჭრა გადაიფიქრა. რას გვასწავლის ეს ამბავი? ეს ამბავი გვასწავლის, რომ შვეიცარია ნეიტრალიტეტმა და ფურცელზე დაწერილმა სიტყვამ კი არ გადაარჩინა. გადაარჩინა ძლიერმა ჯარმა. დღეს შვეიცარიას არც ერთი მეზობლისგან საფრთხე არ ემუქრება. ერთმანეთზე უკეთესი და უფრო დემოკრატიული სახელმწიფოები ესაზღვრება. მაგრამ ამ წამსაც კი შვეიცარიის არმია სიძლიერით 32-ია მსოფლიოში. საქართველო არის 98. ჩვენ გვესაზღვრება რუსეთი, იმათ ლიხტენშტაინი. შვეიცარიაზე მეზობლები რო გაღიზიანდნენ, მაქსიმუმ ევროვიზიაზე არ მისცენ ხმა. ჩვენი რო ღიზიანდება, ეგრევე ბომბებს ისვრის. შეადარეთ. ომი რო არ გვინდა, მაგიტო ვითხოვთ ძლიერ ჯარს, ძლიერ ეკონომიკას, რეფორმებს, დასავლეთთან დაახლოებას. ესაა მშვიდობის ფორმულა. რუსეთი საქართველოზეც ღიზიანდება, ბრიტანეთზეც, მოლდოვაზეც, ამერიკაზეც, უკრაინაზეც და იაპონიაზეც.
ზოგ ქვეყანასთან მე უწევს საკუთარი გაღიზიანება უკან გაიკეთოს და ზოგთან დიდი გული აქვს. რუსეთის გაღიზიანების გარშემო კი არ ტრიალებს დედამიწა.